არის საგამოცდო შემდგომ რაღაცა სისტემა და შენ თუ ამ სასწავლო გეგმას გადაუხვევ, გეუბნება რომ ჩემთვის მისაღები არ ახარ, ამას ვერ დააკმაყოფილებ. ხო ესეა? თუ რამეს გავს ეს ჩვენი დღევანდელი, ხო? სკოლა და ანუ განათლების სისტემა, ეს არის სწორედ ის საბჭოთა სკოლა. არსობრივად ეს საგნები არის აი იმაზე რა ქვია, მკვდარზე ვენოკი რა, რასაც ამბობენ ხოლმე. ქუჩაში, შემთხვევით ზრდასრულ ადამიანებში გულისხმობ, აი გააჩერეთ ზრდასრული ადამიანები და სხვადასხვა მნიშვნელიან წილადებს თუ შეკრებენ. გამარჯობა, ბედნიერი ბავშვის პოდკასტის მორიგი ეპიზოდი არის თქვენს წინაშე. ჩემი სტუმარია გიორგი ჭაუჭიძე, მასწავლებელი, საბავშვო მწერალი, ვიტყოდი ძალიან კარგი მწერალი, რაც ჩვენს რეალობაში აღსანიშნავი ფაქტია ხოლმე. გამარჯობა გიორგი, მადლობა რომ მოხვედი, მადლობა რომ ცოტა დამელოდე კიდეც. და დღეს ჩვენ მინდა ვილაპარაკოთ ისეთ საჭირბოროტო თემაზე, რაც ზოგადად სკოლის სტრუქტურას ეხება. შენ მოქმედი მასწავლებელი ხარ და ძალიან ბევრს წერ და ბევრს აქვეყნებ ხოლმე სკოლის აი რაღაცა ყოველდღიურობაზე. მე ვკითხულობ ხოლმე შენს ნაწერებს, ბევრ რამეს ვეთანხმები, ზოგს არ ვეთანხმები, ну როგორც არის სტანდარტულად ესეთი ამბავი არის რა. როცა დღევანდელ შეხვედრას გეგმავდი, ბევრი თემა მინდოდა შენთან ერთად განვეხილო, მაგრამ ბოლოს გადავწყვიტე შევმეთავაზებინა რომ გველაპარაკა რაღაცას დამიქსულად ასე ვთქვათ და თავარი წამყვანი ამბავი მინდოდა ყოფილიყო აი ეს რაღაცა ტიპის საბჭოური გადმონაშთები სკოლაში, რაც ავტომატურ რეჟიმში მოქმედებს ჩვენთან. გულისხმობ ეგრეთ წოდებული ზეიმები, ну ბაღშიც როგორც არის ხოლმე, ეს ბოლოზარის აი ეს ფენომენი, რასაც აი ბოლოზარობა, რასაც ქვია. შემდგომ ბანკეტები, რაღაცა ტიპის ღონისძიებები, აი ესეთი ფორმატი როცა ხოლმე რომ ღონისძიება და სტუმარს რომ ელოდებიან განსაკუთრებით თუ ჩამოდის საიდანღაც და აი ამ პროცესში როგორ არის სკოლა ჩართული, ბავშვებს როგორ თავთ ამ პროცესში, კარგია, ცუდია, მე ჩემი დამოკიდებულება მაქვს, თუმცა ეხლა მე მინდა რომ უფრო შენ ილაპარაკო ამ ამბავზე, იმიტომ რომ ვიცი რომ ყოველთვის გულახდილი ხარ ხოლმე და კონიუნქტურას მიუხედავად იმისა რომ სკოლაში მუშაობ, არასოდეს ემორჩილები და ეს ჩემთვის ძალიან ესეთი აღსანიშნავი და ღირსშესანიშნავი ამბავი არის. მოდი დავიწყოთ აი მთლიან პროცესზე. ზოგადად სკოლას შევხედოთ ჩვეულებრივად როგორც არის სკოლა. დიდი მადლობა. მივესალმები მაყურებლებს, ამ პოდკასტის მაყურებლებს და ასევე მოწვევისთვისაც. მადლობა კომპლიმენტისთვისაც და მეც გაგიცვლია. კომპლიმენტს სასიამოვნოა ჩემთვის ამ სივრცეშიც ყოფნა, არა მხოლოდ ამ პოდკასტში და მინდა დიდი წარმატება გისურვო ყველა მიმართულებით, რასაც საქმიანობ და ძალიან საინტერესო ჩემთვის სასიამოვნო და ზოგადად მიმაჩნია რომ ძალიან სასარგებლო და ვთქვი კიდეც მომავლის საქმეებს აკეთებ ასე ვთქვათ, რომელიც დარწმუნებული ვარ კიდევ გაფართოვდება და გაღრმავდება და არა მხოლოდ ჩვენგან, სხვების მხრიდანაც და სინამდვილეში ეს არის ის, რაც უნდა იყოს მომავალში ჩვენთვის, თუ გვინდა ადეკვატური განათლების მაინც სკოლას არ გულისხმობს, სივრცეები რომ შეიქმნას ქვეყანაში, საზოგადოებაში. და რაც შეეხება ამ კონკრეტულ საკითხს, ზეიმები, დავარქვათ პირობითად ასე ხო, რაჯობია ზეიმს სინამდვილეში. მაგრამ რაღაც უარყოფითი გემო რომ ახლავს ამას, ეს ვინც როგორც არ უნდა შეაფასოს, იგრძნობა, ხო? ყველანაირ შეფასებაში იგრძნობა, ხო? აი ძალიან კარგია, მაგრამ აი ძალიან კარგიასაც კი, მაგრამ ყოველთვის მოსდევს ხოლმე და აი იმ სიტყვას მინდა მოვეჭიდო, რომელიც აღნიშნე შეკითხვის დროს საბჭოთა გადმონაშთი. ხო, მართლა გვაქვს ხოლმე ჩვენ, არა მხოლოდ სკოლაში და არა მხოლოდ ასე ვთქვათ განათლების ან ბავშვების საზოგადოებაში, არამედ ზოგადად ფართო გაგებითაც რაღაც ესეთი გამოვლინებები გვაქვს ხოლმე ჩვენი საბჭოთა
გამოვლინებები და ვებძვით ხოლმე ამას და გვინდა რომ შევცვალოთ. და ამ შემთხვევაში სკოლის ზეიმები რომ ავიღოთ, ხო? ჩვენ თუ დავუწყებთ ამ ზეიმებს, ან გადაკეთებას, ან ბრძოლას, ან რაღაცა, აღმოჩნდებით ისეთ მდგომარეობაში, როდესაც სიმპტომებს ებძვის ხოლმე ადამიანი. რაღაც გამოვლენა. ეს ზეიმი არის ერთ-ერთი გამოვლინება იმ მთლიანი სისტემის, იმ სკოლის ფართო გაგებით, რომელიც დღეს გვაქვს და რომელიც სინამდვილეში არის ზუსტად იგივე საბჭოთა სკოლა. ანუ მთელი თავისი ინფრასტრუქტურა გარეგნულად რომ შევხედოთ, ხო? გარედანაც, ხმად რომ არ ჩავიხედოთ, დაწყებული. კი, აი ეს შენობებიც, მოწყობა, შინაარსით და იქცევებით, აი ნებისმიერ კომპონენტს, რასაც ჩვენ ახლა ხელს დავადებთ დავუშვათ სკოლაში, თუ რამეს გავს ეს ჩვენი დღევანდელი, ხო? სკოლა და ანუ განათლების სისტემა, ეს არის სწორედ ის საბჭოთა სკოლა. ახლა მე იმას კი არ ვამბობ, ამ შემთხვევაში არ ვამბობ უარყოფითად მაინც და რომ არ შევდივარ ამაზე, ასე ვთქვათ, დისკუსიას არ ვიწყებ, რომ კარგია თუ ცუდი ეს, მაგრამ ვისაც უნდა შევეკამათები და ჩემი აზრით დავუსაბუთებ, რომ ჩვენის დღევანდელი სკოლა ეს არის ქართული საბჭოთა სკოლა. ეს თქვათ ის ლენინის პორტრეტები რომ აღარ გვიკიდია სკოლებსა და რომ აღარ გვაქვს სახელმძღვანელოებში, ეს არ ნიშნავს იმას, რომ რამე სხვა არის, ხო? და შესაბამისად, აი მთლიანი ეს სისტემა თუ მთლიანი შენობა, რომ გადატანით მნიშვნელობითად შენობა რომ ავიღოთ, აი ეს არის თვითონ გამოსაცვლელი. და ერთ-ერთი გამოვლინება არის სწორედ ეს მათ შორის ზეიმები, ხო, რომელიც დაგვრჩა. მოკლედ ვიტყვი ამ საბჭოთა სკოლაში კიდევ რას გულისხმობ და რა მაწუხებს ყველაზე ძალიან და მე ცხადე ამ ზეიმებზეც ვისაუბროთ. ესე იგი, შენობა მართლა ხომ არ არის რაღაცა არსობრივი, ახლა ნებისმიერ შენობაში შეიძლება შთაბერო რაღაცა სული. თვითონ შენობები თუდად ნაშენები არ არის, ხო, თვითონ კი არ ვერჩიმე, ხო. ზოგიერთი ყოველ შემთხვევაში ისევ ვიზუალურადაც კი, ბევრი არაფერი შეცვლილა მეთქი, მაგრამ ესე იგი, ეს საბჭოთა სკოლა რა იყო, ხო? ტოტალიტარული ავტორიტარულიც ეს მთელის რაც ახასიათებდა იმ რუსულ მოდერნიზებულ საბჭოთა იმპერიას, ხო, ეს ტოტალიტარიზმი, ავტორიტარიზმი და ასე შემდეგ, ხო, ეს რაღაცა ის სისასტიკის ელემენტები და ეს ყველაფერი და იყო გადმოტანილი სკოლაშიც. პირდაპირ გაგებით, მათ შორის სისასტიკეში გულისხმობ ფიზიკური დასჯის, აი ვინც არის საბჭოთა სკოლის დროინდელი მოსწავლე, ემახსოვრება, რომ ეს ნებადართული და წახალისებული და რეკომენდირებული იყო, რომ აი ასეთი ერთ-ერთი ტკივილის მიყენება, ერთ-ერთი ინსტრუმენტი იყო დისციპლინის უზრუნველყოფისთვის, ხო? საბედნიეროდ ეს უარყოფილი გვაქვს დღეისთვის, ხო, ეს თუმცა ვერ ვიტყოდი რომ სრულად. ხო, არა, რა საკვირველია, მაგრამ აი სიტყვის დონეზე სისტემურ დონეზე ვინმე რომ მოინდომოს მაგალითად მასწავლებლებს მაშინვე გაათავისუფლებს თუ კი ამაში შემჩნეული იქნება. ხო, რაც მაშინ არ ხდებოდა, კიდევ მეორე, თავარია ისეთ ჩარჩოებში ყოფილიყო ეს და ზედმეტი არ მოსვლა, ასე ვთქვათ, ხო? და აი ეს მახასიათებლები, ახლა ტოტალიტარიზმში რას გულისხმობ განათლებაში. ხო, აქ მაინც და მაინც ის ხომ არ არის, რომ აი საზოგადოებრივ წესრიგს რაც ეხება, ხო, რაღაც კანონების აღსრულება და ასე შემდეგ. საგანმანათლებლო სივრცეში ტოტალიტარიზმი არის ის, რომ ეს პირობითად რომ ვთქვათ, 9 მილიონი ბავშვი უნდა აღიზარდოს რაღაცა წესრიგით, რაღაცა წესების მიხედვით. ამ რაღაცა წესებს ქვია თავისი სახელი, ეს არის ეროვნული სასწავლო გეგმა, რომელიც სავალდებულოა ყველას, პრაქტიკულად ყველასთვის. საჯარო სკოლებზე აღარაფერს ვამბობ, მათ შორის კერძო სკოლებისთვისაც, რომ და რა არის ეს ეროვნული სასწავლო გეგმა? ეროვნული სასწავლო გეგმა არის
საგანთა მოკლედ და უხეშად და შეიძლება არაზუსტად, მაგრამ რომ აღვწეროთ, რაღაცა საგანთა ჩამონათვალი, კლასების მიხედვით, რამდენი საათი ჩარჩო, როგორ უნდა ისწავლებოდეს, რა უნდა ისწავლებოდეს და ასე შემდეგ, რამდენჯერ უნდა შეაფასოს მასწავლებელმა, თქვათ, აუცილებლად ნიშანი რამდენჯერ უნდა დაწეროს სემესტრში და ასე შემდეგ. მოკლედ აი ასეთ დონეზე გაწერილი დოკუმენტი. ვიმეორებ, ჩემთვის ეს არის ტოტალიტარიზმი განათლებაში. რომ 9.5 მილიონი ბავშვი ესე იგი აი ამ ჩარჩოს მიხედვით უნდა აღიზარდოს და ამის მიხედვით უნდა მივცეთ განათლება. აქ როდესაც ამას ვიტყვი ხოლმე, რა თქმა უნდა, მოწინააღმდეგეები კი არა და ფაქტობრივად სხვა აზრიც არსებობს, ხო? არა თუ სხვა აზრი არსებობს, სხვა აზრი არის გაბატონებული, ხო, რაც გვაქვს, იმიტომ რომ ტოტალურად არის სხვა აზრი. მე რასაც ვამბობ, ახლა ეს იშვიათი რამეა. და შესაბამისად ასე მოწყობილი ეს მთელი სისტემა ყველა ბავშვისთვის რაღაც განსაზღვრულის ეგრეთ წოდებული სავალდებულო მინიმუმის ასე ამბობენ ხოლმე და ასე ასაბუთებენ ამის სწავლება არის სწორედ ის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი იმ საბჭოურობის, რასაც მან თან ბოდიში ჩაგეჭრები, მაგრამ ერთი კონკრეტული ტექნიკა, რასაც სახელმწიფო იყენებს, რომ არის სასწავლო გეგმა, არის საგამოცდო შემდგომ რაღაცა სისტემა და შენ თუ ამ სასწავლო გეგმას გადაუხევ, გეუბნება რომ ჩემთვის მისაღები არ ახარ, ამას ვერ დააკმაყოფილებ. ხო ესეა? ხო სწორად. კი, ეგ კიდე ცალკე პრობლემა არის. რამდენად თანხმედრაშია უკვე თქვათ ის რაღაც უმაღლესებში მისაღები გამოცდები იმასთან, რასაც ეს ბავშვები 12 წლის განმავლობაში სწავლობენ, ეს კიდევ ცალკე პრობლემაა. უბრალოდ მოკლედ რომ თქვათ, მე დასკვნა გავაკეთოთ აქედან, წარმოიდგინე 12 წლის განმავლობაში როგორ უნდა მოახერხო ისე სწავლების დაგეგმვა, რომ რაღაცა, ამ შემთხვევაში ავიღოთ 3 საგანი. მაგალითად, ქართული, მათემატიკა, ინგლისური, 3 საგანი. ან ნებისმიერი სხვა რამე საგანი. ასწავლო ბავშვს 12 წლის განმავლობაში ისე რომ ვერ ჩააბაროს ის გამოცდა, რომელსაც ითხოვს უმაღლესი სასწავლებელი ამ 3 საგანში. და მე მგონი ახლა ხო არ გაუკვირდება რომ თქვათ რომ ბავშვები მასობრივად ემზადებიან დამატებით და სპეციალურად რათა ეს 3 საგანი ჩააბაროს. ხომ გამიგეთ, ხო? ეს რამე უცნაური ხომ არ არის. ანუ რა უნდა ხო ამას ხო უნდა მოფიქრება. აი ჩვეულებრივ სიტუაციაში ახლა რომ ჩვენ რომ გვინდოდეს მაგალითად ყოველგვარი სკოლისა და რამის გარეშე რომ ბავშვს რაღაცა ვასწავლოთ ვერ მოვიგონებთ ისეთ ხერხს რომ 12 წლის განმავლობაში რაღაცაში ვამეცადინოთ ბავშვი და მაინც ვერ ჩააბაროს ეს ამას უნდა რაღაცა ის რაც გვაქვს დღეს ეგ აღმარჩი 900 გავს დათა თუთაშხიაში სხვა მიმართულებით რო არის რაღაცას ეგ არის შეიძლება მაგის გახსენებაც და მაგრამ ახლა ნახეთ ასეთი 3 საგანი კი არ აქვს ამ ბავშვს ჩვენი ეროვნისა რომ გვეუბნებიან როგორ აბა ქართული არ უნდა ისწავლოს და რა ის არ უნდა იცოდეს ქართულში რომ ჩავშალოთ კიდევ რომ კითხოთ მაგალითად დარგის ამ შემთხვევაში ფილოლოგებს რომ კითხოთ იმ ხელა ჩამონაწერს გაგვიკეთებენ ტექსტების, ხო, როგორ ეს არ უნდა იცოდეს, ეს არ უნდა იცოდეს, გული შეუწუხდება ადამიანს. ასეთი ექსპერტები, ასეთი დამამტკიცებლები, რაღაც თავისი საგნის საკითხების აუცილებლობის, საუბედუროდ ამ ბავშვებს ყავთ დაახლოებით 15. და მე მათემატიკოსები გამოდიან და როგორ ეს არ უნდა იცოდეს, ეს არ უნდა იცოდეს, გატენიან ამ სასწავლო გეგმას. ფიზიკა არ უნდა იცოდეს, ცხოვრებასთან, ბუნებას რაღაც. ქიმია და რამდენი შეგვიძლია ჩამოთვალოთ. დაახლოებით უხეშად რომ ვთქვა 15 და ესე იგი ამდენი საგნით ამდენი საგნობრივი შინაარსით არის გაძეძგილი ეს ჩვენ მიერ ნახსენები ეროვნული სასწავლო გეგმა, რომელიც ვიმეორებ ტოტალურად ყველა ბავშვისთვის არის აუცილებელი და დასაძლევი.
შესაბამისად რომ დავფიქრდეთ ახლა ჩვენ მოდი დავანებოთ იმ რაღაც კვლევებს და ექსპერტებს თავი საერთოდ ეს რაც გვაქვს ჩვენ თავზე მოხვეული მოდი პირდაპირ დავთქვათ თავს მოხვეული ეროვნული სასწავლო გეგმა ჩვენ მშობლებიც ბავშვებიც რა ვიცი დიდი წრე მასწავლებლებიც ჩვენ საზოგადოებაში ვართ დარწმუნებულები იმიტომ ამაში დაგვარწმუნეს და დაგვაჯერეს რომ ეს ასე უნდა იყოს აი სხვაგვარად აი ვერ იტყვი რომ როგორ ის რაღაცა ფარდობითობის თეორია არ უნდა იცოდეს ბავშვმა და მოკლედ რომ ჩავრთო პირდაპირ რომ ვთქვათ მასწავლებელთა ნახევარზე მეტმა, აი უხეშად ვიტყვი ყველა საგნის მასწავლებელთა ნახევარზე მეტმა არის ის სათანადო დონეზე ის საგანი, რომელსაც ის ასწავლის. ამას ვამბობ მე მონაცემებს, გამოცდების მონაცემებს, რომელიც ყოველწლიურად ტარდება საქართველოში. ანუ და შესაბამისად ჩვენ ამ ბავშვებს ვთხოვთ და ვაიძულებთ ამ შეუძლებელი რაღაც ამოცანის დაძლევას. მე ვლაპარაკობ ბავშვების უმრავლესობაზე. არსებობენ რაღაც კატეგორია ბავშვების და ეს არის არა ნახევარზე ნაკლები, არამედ ბევრად ნაკლები ნახევარზე, რომლებიც მართლა ახერხებენ აი ასეთ შეთავაზების კომფორტულად, არა დიდი დაძაბვის გარეშე და ასე შემდეგ ამის ათვისებას და რაღაც სიამოვნებასაც იღებენ, ინტერესიც უღვივდებათ და შემდეგ ამოირჩევენ ხოლმე რაღაცას. მაგრამ ძირითად შემთხვევაში ეს შეთავაზება, ასეთი ტოტალური, ესე იგი, კურსი ამ ბავშვებისთვის არის ერთი მხრივ თავისმოტყუება და მეორე მხრივ წვალება ამ ბავშვების. პირდაპირი გაგება. დროის გაფლანგვაც არის ერთგვარი. ცხადია. 12 წელი ფაქტობრივად დროის ფლანგვა არის. რასაკვირველია. დროის ფლანგვა, მაგრამ წვალება გააჩნიათ დრო შეიძლება გაუფლანგო და რაღაცა ვისიამოვნო, ხო? რა ბავშვზე ლაპარაკი. ვითამაშო ბოლო-ბოლო, რომელიც ასევე სულაც არ არის თლად ხელწამოსაკრავი რამე თამაში თუნდაც, ხო? გნებავთ ფიზიკური, გნებავთ ინტელექტუალური. დროის გაფლანგვასაც გააჩნია მეთქი ამის თქმა მინდა. ხო, ეს არის ეს წვალება. რატომ ამბობ ამ სიტყვას ახლა? მიუხედავად იმისა, რომ ეს ფიზიკური რაღაცები ავგრძალეთ უკვე. აი წარმოვიდგინოთ ჩვენი თავი, ჩვენ ხო დასრული ადამიანები ვართ, ხო? ისეთ სიტუაციაში, როდესაც რაღაცები არ გვესმის ჩვენ. ნებისმიერ ყოფითი სიტუაცია წარმოვიდგინოთ. გნებავთ ქუჩაში რომ მიდიხართ, ან ვიღაცას ვესაუბრებით, ჩვენთვის გაუგება რაღაცას. ხო, ეს მეტი შემაწუხებელი რა უნდა იყოს, ხო? და წარმოვიდგინე, როდესაც ამ დროს, ამ სიტუაციაში ეს ვიღაცა გაიძულებს შენ, რომ არა ეს უნდა გაიგო და გთხოვს ამას და რაღაც მომიყვე მე სადამსჯელო რაღაც ამას გამუნათებს, რომ გარწყვენს ხო, თანატოლებს რომ შობენ. ხო, ვიცით რა მექანიზმები წყობს ახლა. თან ეხლა სხვადასხვა დაიხვეწა, ის ადრე მოჩეჩვა პირდაპირ ამბავი. შეიძლება ჯობდა ის. ხო და ეხლა ბევრად უფრო ესე იგი სხვაგვარი ზემოქმედება, რომელსაც ბავშვი განიცდის, ნერვიულობს მერე და ესე იგი, მოკლედ ასე ვფიქრობ, ეს მთელი ეს სისტემა გვაქვს აწყობილი ჩვენ აი ამ სკოლაში და შემდეგ ვზეიმობთ რაღაცებს. აი სანამ ზეიმებზე გადავალთ, ძალიან კარგად წამოხვედი შენ. ხო, რა გვაზეიმებს? ახლა მოდი რა ვზეიმობთ, ახლა ვიკითხოთ. მანამდე ერთი რამე მინდა ვთქვა, როდესაც ვლაპარაკობ ბავშვის განვითარებაზე და ბავშვის სწავლებაზე, აღზრდაზე. მინდა რომ მაგალითი ხო ჩვენი თავი ხომ წარმოვიდგინეთ დავუშვათ რაღაც სიტუაციაში ყველა დაფიქრდეს დასრული ადამიანი აი იმ სავალდებულო რაღაცა პროგრამიდან რა წამოიღო სკოლიდან და ბევრი ამბობს აი ჩემ დროს სწავლობდით რა სწავლობდით აი რომ ჩაეკითხო რომე საგნის მიმართულებით ხო დიდი რაღაცა ლექსი მოყვეს ზეპირად გესმი და თან ისიც საშილად რაღაცა ტონალობები არ ვლაპარაკობ იმის აზრისგან მე ახლა
კომპლიმენტი, არავის ვაყენებ შეურაცხყოფ. მე ჩემს თავზე ვიტყვი მაგალითად. მე ხუთები მეწერა, ჩემ დროს ხუთები იყო. მაგრამ მე ხო ვიცი ახლა რომ დავფიქრდე იმ კონტექსტში ნიშნის მიღება ხომ არ არის რომ მე რაღაცა ვისწავლე სინამდვილეში, აი რომ დავფიქრდე მაგალითად სხვადასხვა საგნის მიმართულებით, ხო? აი რა გამომყვა. ვიტყვი რომ რაღაცა ბევრი არაფერი გამიგეთ. ანუ ეს სიტყვა დამუღამება, ხო, საგნის დამუღამება რაღაც დონეზე, მაინც და მაინც იმას კი არ გულისხმობ, რომ აი შენ ის სიღრმისეულად ყველა სფერო, ესე იგი მიხვდი. არა, მაგრამ რაღაცა ხომ უნდა დაუჭირო იმ საგანს. ანუ რას გასწავლიან მინიმუმ ხომ უნდა გესმოდეს. სხვა თუ არაფერი, ხო? და აი ამას თუ დავინახავთ, ან გავიხსენებთ. რა აქვთ ხოლმე იცი მშობლებს, რომ აი მე კაი არ გამომდიოდა, მაგრამ იქნება ამ ბავშვს მაინც აი მე რომ რაღაცები არ გამომივიდა, აი იმიტომ რაღაცა ვერ გავაკეთე მერე და მინდა რომ ამ ბავშვს გამოუვიდეს ეს 15 საგნის შესწავლა. სინამდვილეში ეს გამოუსვლელი საქმეა, კიდევ ვიმეორებ დიდი უმრავლესობისთვის. და უფრო მტკივნეულად განიცდიან მშობლებიც მე ამას, როცა საკუთარ შვილებშიც იმასვე ხედავენ, რასაც თავის ბავშვობაში და მათ ფაქტობრივად მშობელი შეცდომასაც უშვებს ერთის მხრივ იმაში, რომ ხედავს, რომ ბავშვს უჭირს, გონია რომ თქვა თვითონაც ვერ იგებს და გონია რომ თვითონ რომ ვერ იგებს, ბავშვმა უნდა გაიგოს და ეს ძალიან ისეთი მომენტია, ანუ მშობლებს შეგვიძლია უთხრათ, რომ თქვენ თუ ვერ იგებთ ასაკით უმცროსი და გამოცდილებით ნაკლები ბავშვი მით უმეტეს ვერ გაიგებს ამ ამბავს. ხო, არაფერი ამაში ტრაგედია და ის სანერვიულო არ არის ნამდვილად. მოკლედ, არათუ სანერვიულო არ არის, პირიქით მე ვამბობ, რომ სანერვიულო ის არის, რომ ჩვენ ამ ბავშვებს ასეთ რამეებს ვთხოვთ. და ამას პირველ რიგში ამაზე უნდა დავფიქრდეთ, მე ვინერვიულოთ და მე მივახციოთ იქნება იმას, რომ ეს სექტო დავანგრიოთ ეს სისტემა. და ერთი მინდა ხვიჩა კვარაცხელიაზე ვთქვა რაღაც ახლა ხო იცი რა პერიოდია, რა აი წარმოვიდგინოთ ყველაზე წარმატებული ქართველის სიტუაცია. ჩემი აზრით ხვიჩა ყველაზე დიდი ქართველია დღეს რაღაცნაირად ისეთ ისავარ აჟიტირებული ახლა ხვიჩას ამბებით და ხო აი მოდი შევხედოთ ამ ყველაზე წარმატებული ქართველის მაგალითი დავუშვათ, ხო? ახლა როგორ წარმოგვიდგენია ჩვენ თქვა 13 წლის ხვიჩა კვარაცხელიას საქმიანობა სკოლაში. ანუ როგორ უნდა მიეღწია ამ ადამიანს ასეთ წარმატებისთვის. ბოდიში და ეს 15 არაადეკვატურობა უნდა ესწავლა და ამაზე ღამეები ეთენებინა, ეს იქნებოდა გონივრული, ასე ვთქვათ, მიდგომა, თუ გვინდა რომ ჩვენ რაღაც ხვიჩას ხელი შეუწყოთ განვითარების. ჩემი აზრით, მე მართლა ვთქვა, არ ვიცი ხვიჩას სასკოლო აკადემიური მონაცემები, მაგრამ ხმად მჯერა რომ ეს, რასაც ვამბობ ახლა და რასაც ჩვენ ყველა ბავშვს თავაზობთ, არის არაადეკვატურობა, იქნებოდა ხო, აღარ გონიერი ადამიანი იქნებოდა, იმიტომ ისე ფიქრობს მოედანზე, რომ ის ხო და სკოლაშიც გონიერი იქნებოდა და ცხადია, გენიოსი სინამდვილეში, ხო? მაგრამ ამ გენიოსს და ამბობენ ხოლმე ყველა ბავშვი გენიოსია, მაგრამ მოდი გენიოსს თუ არ ვიტყვით, ყველა ბავშვი ნიჭიერია, თავისი მისწრაფებები აქვს, ხო, ამ ბავშვებს და ამ მისწრაფებებს ზოგი ფეხბურთისკენ იქნება, ზოგი ხატვისკენ, ზოგი რა ვიცი, ლესვისკენ, ზოგი წერისკენ და ასე შემდეგ, ზოგი 2-3 რამისკენ. ხო, როგორც წესი ადამიანს უმეტეს შემთხვევაში აქვს ხოლმე რაღაცა 2-3 რამის ინტერესი და ეს კარგია. ხო, არ გულისხმობ მაინც და მაინც ვთქვათ ბურთი კედელს ურტყი, ხო? არა, რასაკვირველია. აქვს სხვადასხვა ინტერესები ხოლმე ადამიანს, მაგრამ 15 ხო? მოკლედ ეს რაღაც დიდი ტყუილი, რომელიც არის ეს ჩვენ სკოლაში და დიდი იძულება, ტოტალური იძულება ამ ჩვენი ბავშვების გვაქვს გასააზრებელი, ჯერ აი დასანახი უნდა ვიგრძნოთ, დავინახოთ
დავფიქრდეთ და რაღაცნაირად მოვშალოთ კიდევ ერთხელ ვიმეორებ. და აქედან რომ გადავიდეთ ახლა ამ დიდ ტყუილში უჭირდება ზეიმებიც პერიოდულად. ერთ-ერთი მაგრამ მოდი სანამ მაგ ტყუილის ზეიმზე მივალთ ბოლოში კიდევ ერთი რაღაც მინდა რომ გავშალოთ ასე ვთქვათ ძალიან კარგად მოხვედი აქამდე და ეხლა კიდე რა მინდა იცი რაზე გაამახვილო შენ ყურადღება სკოლაში არის აბ 15 საგანი ხო ჩამოთვალე და არის კიდევ ფეიქ საგნები აი მაგალითად რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს მაგალითად სპორტი და ვიცით რომ სპორტის უდიდესი ნაწილი გულისხმობს მოსწავლეებში სკროლვას, აბა ეხლა თქვენთვის რაც გინდათ გააკეთეთ ამას და ნუ რაღაცა ყოველად არაადეკვატურ რაღაცა მიდგომას. მუსიკა მაგალითად ვიცი რომ ეხლა მუსიკა საგანი ბავშვებს იმ თვალსაზრისით უხარიათ ხოლმე თუ ბოლოში არის ადრე მიდიან, თუ შუაშია სადღაც არაფერს გაკეთების ამბავია. რაც ორივე არის უმნიშვნელოვანესი საგანი ჩემი აზრით სკოლაში. აი მაგალითად კიდევ რაღაცა ხელოვნების საათები აქვს ზოგიერთ სკოლას და სრულიად არაადეკვატურად იყენებენ ამასაც თქვათ. აი შემოქმედებითობა, სპორტი სკოლას აქვს გამოცნული. ხა ცალკეულ სკოლებს არ გულისხმობ, ხო ეს თავისთავად იგულისხმება, მაგრამ არსობრივად ეს საგნები არის აი იმაზე რა ქვია, მკვდარზე ვენოკი რა, რასაც ამბობენ ხოლმე. კი ბატონო, მე წამოყვები მაგ მსჯელობაში იმ პირობით, თუ დამეთანხმები, რასაც მე ვიტყვი. ნახოთ აბა. ესე იგი, თუ კი ფეიქს დავარქმევთ, ანუ ცრუ საგნებს დავარქმევთ და მესმის რასაც ამბობ, ხო? ახლა არც პირველი ხარ და ზოგადად საზოგადოებაში არის ეს აზრი, რომ რაღაც ის ხელწამოსაკრავი საგნები, ასე ვთქვა. არა, ჩემთვის მნიშვნელოვანი საგნებია. ცხადია, მნიშვნელოვანია, მაგრამ როგორც საგნანი, ასე ვთქვა, სასკოლო ჩარჩოში სკოლებშიც უყურებენ ხოლმე რა დასამალია ზოგიერთ შემთხვევაში. ცხადია, ბევრი აცნობიერებს ამ საგნების მნიშვნელობას, როგორც საგნების კი არა, სფეროს, თუნდაც ადამიანის ცხოვრების სფეროს, ფიზიკური განვითარება თუ შემოქმედებით და ასე შემდეგ, ხო? მაგრამ კი ბატონო, დავარქვათ ცრუ საგნები, მაგრამ ასეთ რამეს გეტყვი, რომ სპორტი უფრო ცრუ საგანია თუ ისტორია. ანუ რა სხვას რომ არ ეწყინოს, მე როგორც ისტორიკოსი ვთქვათ, ისტორიაზე ვიტყვი. ვერ ვიტყვი რომ სპორტი უფრო ცრუ საგანია მეთქი, იმიტომ რომ სპორტზე ასეა თუ ისე ბავშვი რაღაცა შედარებით უფრო ადეკვატურ რამეებს აკეთებენ სპორტის გაკვეთილზე, გაირბენ, ბურთს ითამაშებენ რაღაცას, თუნდაც ჭადრაკს ითამაშებენ, თუ რაღაც ვიდრე ისტორიის გაკვეთილებზე. ეს ახლა ჩვენ შორს წაგვიყვან კონკრეტული საგანი როგორი სწავლება, მაგრამ აი მართლა ღრმარწმენით გეუბნები, რომ სპორტი და მუსიკაზე ბოლო რაღაცას ჩართავდა ბავშვებს, ხო შეუ რაღაც მუსიკა შეიძლება ერთნაირი გემოვნება არ გქონდეს არც ჩვენ და არც ბავშვებსაც ერთმანეთში, მაგრამ ბოლო რაღაცას მოусმენენ. ანუ ეს საგნები უფრო ადეკვატურად გამოიყურება მეთქი არც თუ იშვიათ შემთხვევაში, ვიდრე ის ეგრეთ წოდებული, ასე ვთქვათ, რა დავარქვათ, სხვა საგნები, რომელსაც ჩვენ ვერაფერს ვკადრებთ ხოლმე, ხო? მაგალითად ისტორია ავიღოთ, მათემატიკა ავიღოთ, თუ გნება. აი თუ გინდათ ექსპერიმენტი ჩაატარეთ, ახლა ვისაც უნდა ჩაატაროს ექსპერიმენტი ქუჩაში, შემთხვევით ზრდასრულ ადამიანებში გულისხმობ, აი გააჩერეთ ზრდასრული ადამიანები და სხვადასხვა მნიშვნელიან წილადებს თუ შეკრებენ. პროფესიის და განურჩევლად, თუ მათემატიკოსი არ არის და რაღაც მათემატიკის მასწავლებელი, გესმით? ანუ ეს არის რაც მე ვთქვი ახლა ეს საკითხი, მათემატიკური საკითხი მე-6 კლასის დონეა მაქსიმუმი, ხო? ხო და ამას გეუბნები რატომ არის მაშინ მათემატიკა ადეკვატური ამ 12 წლის განმავლობაში თუ ამაზე მეტი მათემატიკური კომპეტენცია ადამიანს არ აქვს და რომ გავიხსენოთ ჩვენი წარსული ზრდასრულ ადამიანებს გულისხმობ ამ შემთხვევაში ხო აი კიდევ გავიმეორებ იმას რა გამოგუყვა ამ კონკრეტული საგნებიდან ცოდნის თუ რაღაცა ასეთ დამოკიდებულებაც არის ხოლმე რომ რაღაცა ვთქვათ
აი ლექსი არ გესმის, მაგრამ თუ დაიზეპირებ, თქვათ ინგლისურად ან რადგან ქართული ვითომ ყველას ესმის, მაგრამ იქ სხვა რამეა კიდე იგივე ლექსშიც და მოთხრობაშიც სხვა გაგებაც არის საჭირო. სიტყვების და შინაარსის გაგების გარდა, მაგრამ დაუშვათ აი ინგლისურად დაიზეპირა ლექსი, შეიძლება არ ესმის, მაგრამ თითქოს ის რაღაცას ავარჯიშებს. ასეთ შეხედულებად სასარგებლოა. არ ვიცი ან გონებას თუ რა გამოთქმას და სხვა, მაგრამ ეს ხო არ არის ამისთვის ხომ არ უნდა ვიწვალოთ ჩვენ 12 წელი რომ რაღაცა არ გვესმოდეს და ის ვიმეოროთ. თუთიყუშიც იმეორებს თუ რა. ხო, პრინციპში მაგას არაფერი აზრობრივად არაფერს ანუ ესე იგი კიდევ ვიმეორებ იმ სკეპსის რომელიც აღნიშნე კონკრეტულ საგნებთან დაკავშირებით ვიზიარებ ოღონდ მეტიც სხვა ეგრეთ წოდებული ძირითადი საგნები უარეს დღეში მოხოი მაგ ლოგიკაში და ძალიან სწორი ლოგიკაა მინდა გითხრა მე უბრალოდ რას ვამბობდი იცი ჩემი წუხილი ის იყო რომ აი თქვათ ესეთი მნიშვნელოვანი საგანი ზოგიერთ სკოლაში საერთოდ არაფერი ანუ უბრალოდ არის კლასში სხედან და რა ვიცი რაც გინდათ გააკეთეთ ბავშვებო და ბავშვებიც ეს სხედან ერთმანეთში არ ლაპარაკობენ სკროლავენ რაღაცა ეს მეტი არაფერია რაღაც გამახსენდა ახლა მაგ სიტყვებზე არის სამწუხაროდ გავრცელებული და შეუძლებელია პრინციპში რომ არ იყოს ასეთ გარემოში და ასეთ სიტუაციაში ასეთ სიყალბეში ასეთი ტერმინი არაფრის კეთება აი რაც აღნიშნე ხო რაც აი როგორც მასწავლებელს როგორც ადამიანს ხო რაღაცნაირად მაწუხებს ძალიან და არ ვიცი სხვა რა სიტყვა ვთქვა აი ბავშვი შეეკითხები დაუშვათ ძირითადად ეს არის უფროს კლასებში ხოლმე აი ყბადაღებული რომ არ დადიან და არ ტარდება გაკვეთილები ან თუ ტარდება და არაფერს ვაკეთებთ აი არ ვიცი მეტი სიმპტომი რა უნდა იყოს იმის რომ აქ ყოფნა აუტანელია დაუშვებელია პირდაპირ ვთქვა მე მაგალითად მქონდა მე ადრე წერილებს წერდი ხოლმე მასწავლებელი ჯირო არის საიტი რაღაც ჩემ რეკომენდაციებს რჩევებს ვაზიარებდი ხოლმე მადლობა ნატოს მიბეჭდავდა ძალიან კაი საქმეს აკეთებს კარგი საქმეა და კარგი საიტია და კარგი ჟურნალია კი ძალიან მეც ხო ვიცი კი და ისეთია რა ფაქტობრივად ბრენდი შექმნა ნატომ ისეთი ამდენი წელია ხარისხი არ ვარდება ხოლმე და მანდაც მქონდა ესეთი რჩევა რეკომენდაციასავით და მე ჩემ წიგნებშიც მაქვს არაერთხელ და აქაც აიხაც ვიტყვი რომ მე მიმაჩნია რომ მაგალითად სკოლაში შეიძლება თავისუფლად შეიტანო PlayStation-ი პირობითად და იყოს საათი როცა ყველა შეიძლება ამის თამაში ვიდრე აი ეს არაფრის კეთების ამბავი რო იყოს რა იმიტომ რომ აი ეს მართლა ეს არაფრის კეთება აი უბრალოდ ყოფნა თელ დღეს ართმევს ადამიანს აი 1 საათი აი ეს უმიზნოთ ყოფნა ერთ ადგილას ჯდომა არის ენერგეტიკულად აი ბატარეა რო სრულად იცლება ზუსტად ასე მდგომარეობები მე ხა ჩემთან ხო მოსწავლეები სხვადასხვა სკოლიდან დადიან აქ ფასკუნჯში და მათთან ხო მაქვს ხოლმე ლაპარაკობ ამ თემაზე აი თქვა შენთან რა ხდება მასწავლებელი როგორია შენ როგორი ხარ თანაკლასელი როგორია რა პრობლემაა და ასე შემდეგ მე ამ ინფორმაციას რო ვაგროვებ ხოლმე ამის გადამუშავების შედეგად მე ვლაპარაკობ იმას ასე ვაპარაკობ არაფერი არ მიკვირს ზუსტად ესე არის რა და თქვა ეხა მშობელსაც რო ეს უთხრა იმას თქვა დირექტორს გეტყვის რომ PlayStation-ი გაგვაკლია სკოლაში ამ დროს ეს შეიძლება სატყუარაც კი იყოს საიმისოთ რომ რაღაცა სხვა უკეთესი საქმე გააკეთო ეხა არ საერთოდ არ მგონია ეგ რაღაცა განსაკუთრებული დიდი პრობლემა რა თქვა ჯიმი რო გააკეთო სკოლაში რა პრობლემაა ჩემი შვილი დადის ყოველდღე დადის სადღაც სავარჯიშო და სკოლაში რო ექნება სკოლის მიმართ ექნება ხო რაღაცა ტიპის ამბავი ანუ ესეთი პრობლემები კიდე ცალკე თემა არის მოდი მივიდეთ უკვე ამ იმასთან კი ნახეთ უბრალოდ აი რასაც ახლა ჩვენ ვლაპარაკობ ამას რომ ვამბობ ხოლმე აი რაღაც ის არის რომ აბა როგორ უნდა იყოს და საბედნიეროდ მე უკვე დღეს შემიძლია თქვა რაც ვიცი ახლა და რასაც უყურებ თქვა კონკრეტული მაგალითი მაი შარშან გაიხსნა ერთ-ერთი ასეთი სივრცე საგანმანათლებლო სივრცე ბავშვებისთვის
რომელშიც ასე ვთქვათ მესვეურებმა ამ სკოლის მესვეურებმა და მშობლებმა რომლებმაც დაინახეს ეს სისტემა თუ რას გვთავაზობს დღევანდელი ეს ჩვენი რეალობა თქვეს რომ მოდი დავანებოთ ამას თავი და მართლა ადეკვატური სივრცე შევქმნათ ამ ბავშვებსო. ანუ ეს უკვე მუშაობს ასეთი სივრცე სკოლის სახით, ამერიკულ სკოლას გულისხმობ, ახალი შექმნილია ეს და უკვე მეც მიხარია რომ აი შემიძლია რომ არა რომელიღაცის თავისუფალ კერძო სკოლებზე, ხო, კი არაფერს ვერჩი. არც ერთ სკოლას რასაკვირველია. მაგრამ აი ამ შეთავაზებულ და სავალდებულო საგანმანათლებლო სისტემაზე უარის მთქმელი ადამიანების მიერ შექმნილ უკვე ახალ სკოლაზე, სადაც ეს ხდება მართლა. კეთდება ის, რაც ბავშვს აინტერესებს, მოსწონს, ჩართულია და უხარია და იმას კი არ იტყვის რომ არაფერს ვაკეთებდი. პირიქით რამდენიმე რაღაცას მოყვება ბავშვი, რომ აი ეს გავაკეთეთ დღეს, ეს გავაკეთეთ. იგივე რაღაც წრე რომ დაასახელე შვილის აი ჯიმის, ხო, სავარჯიშო, ხო? ნახეთ ეს მისწრაფება, რაშიც ბავშვი მთელი ემოციით არის ჩართული, ხო, რაღაც მიმართულებით. ასეთ მისწრაფებებზე უნდა იყოს შემოშენებული ის დანარჩენი მოდი დავარქვათ ბავშვისთვის მეორე ხარისხოვანი აკადემიური რაღაცები, რომელიც მართლა გვინდა ჩვენ რომ დღევანდელ საზოგადოებაში კონდეს ბავშვს ახალგაზრდას ამ მიმართულებითაც ცოდნა, რაღაც გამოცდილება, გესმით? ანუ ნახე ამას გულისხმობ, არა ის რომ ეს მისი ინტერესი იყოს რაღაც დიდი მონსტრისგან გამოთავისუფლებული დროის გამოყენება ამ ბავშვისთვის სასიამოვნოდ. კი არა, პირიქით. აი ამ რაღაც მისწრაფებაზე უნდა იყოს შემოშენებული ყველაფერი. ბევრი რამის შემოშენება შეიძლება მათ შორის იგივე რომ ჩაუღრმავდეთ ფიზიკის მიმართულებითაც, მუსიკის მიმართულებითაც და აი ნებისმიერი რამის მიმართულებით. ოღონდ 15 კი არ უნდა მაჯლაჯუნად კი არ უნდა გადავაქციოთ ეს რაღაც. მე ერთ სკოლაში ვიყავი სტუმრად, სადაც ისინის მხარე ზუსტად არ მახსოვს იმ ქალბატონის სახელი, დირექტორი იყო, თან ასწავლიდა ფიზიკას. და ისეთ საინტერესო ტექნიკა ქონდა ამ ქალბატონს, აი მაშინ უთხარი კიდეც რა, რომ მეთქი რაღაცა გაოცებული ვარ, როგორი მიდგომები გაქვს მეთქი, რომ იმ სკოლაში ყველაზე პოპულარული საგანი იყო ფიზიკა. განა იმიტომ რომ დირექტორი იყო ფიზიკის მასწავლებელი, არამედ იმიტომ რომ ტექნიკა ქონდა ძალიან საინტერესო. მაგალითად აი პირობითად მოხდა რაღაცა უბედური შემთხვევა გაზის გაჟონვასთან მიმართებით, ხო? შეიტანდა თემას იმ დღეს, რომ თქვათ აი გაზის იმას წერტილთან ზევით უნდა იყოს გახრეტილი ის მილი ის რაღაცა საჰაერო თუ ქვევით. და მეც არ ვიცოდი მაგის პასუხი და მე მივხვდი რომ ანუ გააჩნია რა თუ თქვა უშუალოდ გაზის ჟონავს ზევით უნდა იყოს და თუ ნამწვი გამოდის ქვევით უნდა იყოს იმიტომ რომ ის მძიმეა უფრო და ზევით რომ მქონდეს დატოვებული ფანჯარა შეიძლება მაინც გაიგულდოს ადამიანი და ასეთ კითხვებს უტოვებდა ხოლმე რაღაცნაირს და პრაქტიკაში ასწავლიდა რასაც ჩემი აზრით სკოლა უნდა აკეთებდეს ჩვენ 12 წლის განმავლობაში მოზარდებს უნდა ვამზადებდეთ ცხოვრებისთვის და რამდენი მომზადებული ბავშვი შედის მე ცხოვრება. მე იცი რა მე ჩვენ თვითონ ვაკრიტიკებთ ჩვენივე თავს 35 წლის ბიჭი, რაღაცა 40 წლის გოგო და ასე შემდეგ. ის ადამიანებიც ხო როდესაც ბავშვები იყვნენ, ბავშვობიდან მოვდივარ ჩვენ ყველანი რა და თუ არ მოგამზადა ცხოვრებისთვის სკოლამ და მშობელმა და გარემომ თქვა, ხო შენ ფიზიკურად არ იცი როგორ უნდა შეხვიდე. ეს უნარების განვითარებაა მთავარ თო. ხა მე პირადად ხო სამ სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში ვისწავლე. და მინდა ვთქვა რომ რეალურად რაღაცები რაც ვიცი ცოტა მეტნაკლებად ყველაფერი ვისწავლე თვითონ დაახლოებით 30 ალბათ 35 წლის შემდეგ. აი მანამდე რაც ვისწავლე ეს აბსოლუტურად არაფერი ამ სამივე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან რო ვთქვა რაღაც არსებითი მე არ წავომირია. მათ შორის ერთი მიმართულება ფსიქოლოგია, რომელიც მე დავამთავრე, აი ახლა კიდე ყოველდღე ვზივარ და ვკითხულობ და ვსწავლობ და ხელახლა ვცდილობ რაღაცების სწავლას. იმას კი არ ვამბობ, რომ ის ცუდი იყო, მაგრამ მე ვერ წამოვიღე, არ ვიცი, რატომღაც ვერ მოვახერხე ამას. ხო, გასაგებია, გავრცელებულ რაღაცას ამბობ, მე შემიძლია გავიმეორო.
ასეთი რამე და სინამდვილეში ნებისმიერ პროფესიაში მუდმივი განახლება არის და რომც ძალიან კმაყოფილები ყოფილიყავით ჩვენი გამოცდილების აკადემიური გამოცდილების მაინც გვჭირდება ის და მაინც შეიძლება ვთქვათ რომ 5 წლის მერე თუკი ჩვენ მუდმივი განვითარების რეჟიმში ვართ რომ აი სულ სხვა ვარ ახლა დღეს ეს კარგია და ეს საჭიროა უბრალოდ რა მინდა ვთქვა იმ კარგ მაგალითზე იმ ქალბატონის თუ ბატონის ფიზიკის მასწავლებელი ქალბატონი იყო ქალბატონი სახელი არ მახსოვს ესე იგი ეგ ხო ბრწყინვალე მაგალითია მართლაც და ეგ არის პედაგოგიკა სინამდვილეში და ასე უნდა იყოს ასეთი მაგალითები ცოტა ისეთ უხეშად რომ თქვა ასეთი მაგალითები უბნელებენ ხოლმე გონებას ადამიანებს და გვაჯერებენ იმ ჩემი მიერ ნახსენებულ ტოტალიტარული სისტემის აუცილებლობაზე და გვეუბნებიან რომ აბა ის მასწავლებელი თუ ასწავლის ფიზიკას რატომ არ ასწავლის ის მასწავლებელი მოდი წარმოვიდგინოთ რომ ასეთი მასწავლებელი ფიზიკის მასწავლებელი პირობითად დავარქვათ ქალბატონი ლალი ვთქვათ ლალი მასწავლებლისნაირი მასწავლებელი არის ამ სკოლაში ყველა საგანში ვიღაცა გაზის რაღაცა დანადგარს გახვრეთს თუ ასეთ ამოცანას შესთავაზებს ვიღაცა მე მინახავს მეორე მაგალითიც კაცია მუნჯიშვილის მაგალითით თავს რო ადებს ლიანდაგზე უხსნიდა მასწავლებელი ბგერის გავრცელების სისწრაფე ანუ ყარსაგანში მეტია თუ ესე ვთქვათ ჰაერში უფრო ხო ნახეთ ვიღაცა სულაც ლიანდაგს გაიყვანს ვთქვათ საკლასო ოთახში და თავს დადებს მართლაზეც და აბა რა არ ვიცი მოკლედ ასეთი ლალი მასწავლებლები გვყავს 15 საგანში მე ვეძებ სხვათა შორის ჩვენ პოდკასტში თუ მსმენელი გვეტყვის და დაასახელებს ასეთ ხალხს ვეძებ სტუმრად რომ მოვიყვანო აი როგორც შენ მოხვედით ეს ჩემთან სტუმრად ასეთი ხო მოკლედ წარმოვიდგინოთ ასეთი ჰიპოთეტური სიტუაცია ეჭვი მაქვს რომ ასეთ რამეს ვერავინ ვერ გაიხსენებს რომ ან დიდი ბედი არ უწერია იმას იმ სკოლაში არა ნახე დაუშვათ მოდი წარმოვიდგინოთ ხო შეიძლება დაშვება ხო შეგვიძლია დაუშვათ 15 ლალი მასწავლებელი ფიზიკა ისტორია ქართული როგორ ფიქრობ აი ბავშვები ხო ჩვეულებრივია ჩვენ ხო არ გულისხმობთ იმას რომ ყველა ბავშვი ამ 15 მასწავლებელთან არის რაღაც უმცირესობის 10%-ის წარმომადგენლები რომელიც რაღაც გონებრივი ისეთი მოწყობა აქვს რომ 15 საგანი შეუძლიათ რომ ასე ინტერესით ისწავლოს მით უმეტეს საინტერესო მასწავლებლებთან მოკლედ უმრავლეს მოსწავლეზე გვაქვს ამ შემთხვევაში საუბარი და ეს ბავშვები 15-ვე საგანს ასეთი ინტერესით ისწავლიან აი როგორც ლალი მასწავლებელთან იმ ფიზიკას სწავლობენ და უმრავლესობა ვერ ვიტყვი რომ ყველას ესმოდა მეთქი ფიზიკა მაგრამ უმრავლესობა რადგან ამბობ მჯერა როგორ ფიქრობ ამ 15-ვე საგანში ეს ბავშვების უმრავლესობა იქნება ასეთი წარმატებული მე მოკლედ იმის თქმა მინდა რომ ვიღაცა ბავშვები ეს კარგია ცხადია თუ 15-ვე ასეთია ცუდი კი არ არის მაგრამ ვიღაცა ბავშვების ნაწილი მოკლედ ექნება 2-3 საგანი როგორც ფიზიკა ვთქვათ შეიძლება ქართული ანი რაღაცა ესეთი მეორე ნაწილს რაღაცა სხვა საგნები ექნება გამორჩეული და ასე შემდეგ აი ასე გადაჯგუფდება ეს საგნები და შესაბამისად ერთ ბავშვს თუ უკითხავთ ამ ბავშვისთვის რომელიღაცა საგნები იქნება ისეთი მიმზიდველი და საინტერესო და ასე შემდეგ გამიგეთ რისი თქმა მინდა მოკლედ რომ ამ ლალი მასწავლებლების შემთხვევაშიც კი ასეთი ტოტალიტარული დაგეგმვა სწავლების არც სასურველია და არც შედეგის მომტანი მეთქი ხო ზოგადად მე მით უმეტეს ლალი მასწავლებლები კი არა კიდევ ერთხელ გავიმეორე მით უმეტეს როდესაც ისეთი მასწავლებლები გვყავს დაახლოებით
ნახევარი კი არა და იმაზე მეტიც, რომლებიც რბილად რომ ვთქვათ, ლალი მასწავლებლები ვერ არიან. ხო, მე ზოგადად მომხრე ვარ და მგონია რომ ერთადერთი მუშაობს ნებისმიერი სფერო იმ მიმართულებით, როდესაც შენ ინდივიდებზე კი არა ხარ, რაღაც ინდივიდის ამოფწყინებაზე კი არა ხარ დამოკიდებული, ბუნებრივად უნდა ხდებოდეს, სისტემა თვითონ უნდა მუშაობდეს. ეხლა გუნდში რომ შენ რომ ელოდო რომ ყველა ლეო მესი მყავდეს, შეიძლება ის გუნდი ვერც თამაშობდეს კარგად და შენ როცა უკვე სისტემა გაქვს ჩამოყალიბე, შენ როცა თვითონ ბარსელონა ხარ პირობითად თქვა, ხო, ლეო მესი ავტომატურად გამოჩნდება იმ გუნდში და ავტომატურად მოიზიდავ და ავტომატურად გეყოლებ. კი ბატონო. აი მოდი რადგან ფასკუნდში ვარ, თან ამაზეც ვიტყვი მაგალითად რომ გაქვს რაღაცა კურსები ან პირადად შენ რომელსაც უძღვები, ხო? ჩემთვის მაგალითად მაგ კურსების წარმატების მაჩვენებელი რა იქნება, იცი? როდესაც ვთქვათ, გაისად გავიგებ, რომ დავუშვათ ჭიათურაში გახსნილა ფასკუნჯის ფილიალი, ოღონდ მაინც და მაინც გურამ მეგრელიშვილი კი არ ატარებს იქ ყოველ მეცადინეობას. არამედ რაღაც ამ კურსის თუ კურიკულუმის თუ რაღაცა იდეების მიხედვით შეურჩევია. წელიწადში ერთხელ ვაკეთებ ხოლმე ყოველთვის მასწავლებლებისთვის ესე ჩემი თქმის გაზიარება. შეურჩევია ადეკვატური ადამიანი ჭიათურაში და იქ გაუხსნია კურსი. ხო, ეს იქნება ამ შემთხვევაში უფრო სხვა ხარისხის და სხვა დონის წარმატება, რასაც მე გულწრფელად გისურვებ მართლა ის სიტყვას მოყვა, მაგრამ ძალიან მინდა რომ ასეთი ადეკვატური კურსები ჯერჯერობით ცხეთაში ვცადეთ ამას გაკეთებ. ხო, გამოვა აუცილებლად გამოვა. სავსე იყო ხოლმე ეს დარბაზი ბავშვებისგან და ძალიან კარგი. და მით უმეტეს გამოვა, როდესაც ჩვენ ბევრი დავინახავთ ჩვენ საზოგადოებაში, რომ სინამდვილეში ასეთი სივრცეებია ბავშვის საგანმანათლებლო კერები და არა ის სივრცეები, რომელსაც ჩვენ დღეს კერებს ვუწოდებთ. კი ბატონო, მოდი მივიდეთ ჩვენს თემასთან, აი ესეთი უცნაური ამბავი გამოგვივიდა, რაზეც უნდა გველაპარაკა, ის შემოვინახეთ ბოლოსკენ და ბუნებრივად მოხდა ეს ყველაფერი. აი რას უზეიმობთ სკოლაში? რა დღესასწაულები გვაქვს ხოლმე? ეხლა მე მაგალითად სიმართლე რო გითხრა, 6 სკოლა მაქვს გამოცვლილი და 7 თუ 8 კლასი. ესე მოხეტიალე ის ვიყავი ხოლმე რა, მოგზაური და მე რომ დავამთავრე სკოლა, მე მართლა არ მქონია ეს ბანკეტი და ამბავი რა, არ ყოფილვარ მე თვითონ, მაგრამ მართლა ვზეიმობდი, შინაგანად ჩემთვის ეს უდიდესი ზეიმი იყო, რომ ეს ჭირი მოვიშორე თავიდან მეთქი, იმიტომ რომ მიწევდა, მოვდიოდი, რატო დავდიოდი, რას ვაკეთებდი, კარგად არ ვიცოდი და იმ მეგობრები ვინც ყავდა ისედაც ვნახულობდი სკოლის გარეთ და საერთოდ არ მინდოდა ეს სკოლა. ჩემთვის ეს მართლა იყო ზეიმი. მაგრამ სკოლა თვითონაც ზეიმობს ამ რაღაცა დამთავრებას და არის ერთი ამბავი და მანამდე ყოველ წელსაც კიდე რაღაცა გრაფიკი, როგორ არის მე ერთმა მასწავლებელმა მითხრა რომ დამოკიდებულია ადმინისტრაციის კეთილგანწყობა იმაზე, რამდენ ზეიმს ვატარებ წლის განმავლობაში, რაღაცა ღონისძიება, ჯერ ეს თემაც ხო ძალიან საინტერესოა და მე ყვავილები, რაღაცა ამბები და ასე შემდეგ. ამას წინათ ვნახე YouTube-ზე ჩემ არ ვიტყვი ვინ, იმიტომ შეიძლება მე მიხვდნენ ვინც ჩამირთო ძალიან ახლობელმა ბავშვმა და YouTube-ზე ჩაწერა მისი სკოლის მეორე კლასის თუ რაღაცის რომ მორჩა და მასწავლებლის შემოდის სკოლის შენობაში, ბავშვები სათითაოდ ხვდებიან, ზოგი დაჩოქილი ვარდებს აძლევს, რაღაცებს ტაში, ვიღაცა რაღაცა თეატრალურად ხვდება და ისე უყურებს და ბავშვურად უცბად ამბობს, გაზრდილი არის და ესო მეხუთე დუბლი იყო. ხოთაი ეგ არის მთელი ჩემთვის ხომე რაღაცა თემა, რომ აი რაღაცისთვის, აი არ ვერ ხვდები ეს რისთვის კეთდება და მაგიტომ მოგიწვია შენ რომ შენ მითხრა რა არის ამის მიზანი, აი ბანკეტების, ჯერ სახელები თვითონ მაგიზიანებს მე პირადად ეს ბოლოზარი და ბანკეტი, აი რაღაც ეს ხო ხვდები სულთა ის არის რაღაცა. ხო, ნუ გაჯობია კაი кейპს. თვითონ სახელი რა პრობლემაა ხა იყოს ბოლოზარი. უბრალოდ ის არის რაც ჩანს რომ აი როგორი საზოგადოება ბოლოზარზე ბოდიში მე აქ სტუმრად უნდა მოვიყვანო ოპერატორი ვინც იღებს ბოლოზარებს წლების განმავლობაში და ის მოყვება ყველაფერს ამ ამბავში ესე იგი ფინანსური
ამბით დაწყებული და მშობლები უფრო მეტად ერთობიან თუ შვილები ამით დამთავრებული. აი ძალიან საინტერესო ეთერი იქნება, მე მიადევნეთ თვალი ჩვენს იმას. ხო, ძალიან კარგი რაკურსია, რადგან ოპერატორი ახსენე, ნამდვილად საინტერესო იქნება. უბრალოდ არც სახელები არ განაპირობებენ რაღაცებს, ხო, არც რაღაც ასეთი გარე ეფექტები. კიდევ მეორე შინაარსიდან რომ ამოვიდეთ ჩვენ, აი მთელ სამ სისტემაში, ამ დიდ შენობაში, როგორც თქვით, რომელიც თავიდან ბოლომდე ტყუილსა და იძულებაზეა დაფუძნებული, შეუძლებელია რომ ადეკვატური რაღაც ზეიმები თუ რაღაც გასართობი რაღაც ეს კომპონენტი იყოს მოწესრიგებული. თუმცა ცხადია არ ვამბობ რომ ან ზეიმი არ არის ან გართობა არა, როგორ არა გართობაც არის და ასე შემდეგ, მაგრამ ჩვენ სხვანაირი ასე ვთქვათ ამოცანა უფრო მოგვეწონებოდა. ამ რამდენიმე კვირის წინ ეს რაც გავს იცი, აი ლხინი ხო აი ვთქვათ როცა სიყვარულით დაოჯახდება ოჯახი ხო კარგია ლხინი, მაგრამ წარმოიდგინეთ ჩვენ ახლა ლხინში ვართ, სადაც მოიტაცეს გოგო და მოტაცებული გოგოს ქორწილში ვართ და ზეიმი დავარქვით ამას ხშირ შემთხვევაში. ხო, არ უნდა დარჩენა ხო აი ეგ. თან არც სიძეს არ უნდა. არც სიძეს უნდა. რატომღაც ვიღაცის შთაგონებით და ასე შემდეგ. ხო, აი ხო და ქორწილია. ხო, შეიძლება ითქვას, რომ რაღაცნაირი შედარება ამ წარები, მაგრამ რაღაც პარალელი შეიძლება დავინახოთ. რას ვამბობდი, ჩემი ძმისშვილის, ასე ვთქვათ, ღონისძიებაზე ვიყავი სკოლაში, ასეთ ბოლო დამამთავრე. ისეთი ნასიამოვნები, რაღაც გააკეთეს ისი, იხუმრეს, იცინეს სცენაზე დადგა. თავისთავად ცუდი რამე კი არ არის თუ ვიღაც რაღაც თავის შემოქმედებით, თობას თუ ხუმრობას და ასე შემდეგ წარმოადგენს, მოეფერება მასწავლებელს და ასე შემდეგ. მაგრამ ამას რა წონა აქვს? აი არ ვიცი თუ მიგიქცევიათ ყურადღება ბოლო სასწავლო წელი როცა არის ხოლმე, მთელი აქცენტი გადატანილია ბოლო ზარზე რა სიცვამ და სად მივდივართ და ანუ სექტემბერი არ არის ხო და რა ხო რესტორანი უკვე უნდა დაგეგმოთ ორევე. კეფი ცუდი რატო ახლა თან ახლა ფასებზეც ლაპარაკობენ ხოლმე, ეს ძალიან ისეთი რაღაცნაირი საკითხია მოგეხსენებათ ახლა ხო? ის რაც შეიძლება გააკეთო პირობითად ვამბობ 100 ლარათო 500 ლარი რატომ უნდა დახარჯო ეს კიდე ცალკე სანერვიულოა ხოლმე ახლა თან ხომ გესმის ბავშვობაში მეც გამომიცდია მაგალითად და წარია რა ასეთი ის რომ ვთქვათ არ მაქვს იქნება რაღაცის შესაძლებლობა და ძალიან ისეთი საკითხი არის ხო მოკლედ და თუ კი ეს ყველაფერი იქნება მართლა შინაარსიანი მართლა სურვილებზე დამოკიდებული მართლა ისე ორგანიზებული რომ არც არავინ გამორჩეს არც არავინ ასე ვთქვათ დაიტვირთოს ძალიან ამის გამო და ასე შემდეგ ცხადია უბრალოდ ჩვენ ვლაპარაკობთ იმ ტყუილის დამთავრებაზე რომელიც ამის გამო მართლა საზეიმო შეიძლება იყოს და ამ მთელი წლების განმავლობაში კიდევ ის ზეიმები რომლებსაც შუალედური ხო სასწავლო წლის ბოლოს წლის განმავლობაში პატარა ბავშვები საშუალო ასაკის კარგ ღონისძიებას კიდევ ვიმეორებ რა ჯობია მართლა ხო რაღაც თუ არის პირველი ერთ-ერთი სიმპტომი არის ამის რამდენად არის ჩართული ბავშვი და რამდენად ესმის რამდენად ემოციურად უკავშირდება ამ ყველაფერს ახლა 5 ჯერ გავიმეორე და რაღაცა შეიძლება კი ახლა ვერიკო ანჯაფარიძეს გულისხმობ ის იწერდა რამდენიმე დუბლს პირობითად მაგრამ ახლა თუ ბავშვებსაც გავამეორებინეთ რამე რაღაცა შედეგის მისაღებად კი მაგრამ თუ კი ეს თავიდან ბოლომდე სიყალბეზეა დაფუძნებული უშინაარსობაზე რას გულისხმობ აი ბაღებიდან დაწყებული თუ გინდა რომ ბავშვმა რაღაცა წარმოთქვას რომელიც საერთოდ არ ესმის ეს ძალიან ხშირია ხოლმე არა მხოლოდ პატარა ბავშვები ხო რაღაც აი მოზრდილებიც
წარმოიდგინე რომ მსახიობი თამაშობს როლს რომელიც არ ესმის სიტყვები შინაარსის დონეზე აი რომ მიაქციო ყურადღება ხო არ ესმის და ახლა რაც არ უნდა ის იყოს მაღალმხატვრული ან ღრმა შინაარსის მატარებელი სიტყვები ჩვენთვის პირობითად ვიტყვი შობლებისთვის შობლებზე შთაბეჭდილების მოხდენისთვის კეთდება ბავშვისთვის არ არის ოქროსთმიან სიმებად გულში ამოხლართულია კარგი სიტყვები აქ ბატონო ახლა ჩემს ნიკოლოს რა ისავს იმეორებს იმიტომ რომ მე რომ რაღაცა ტაში დაუკრა ხო გამიგედა რა გვინდა ითამაშონ მართლა ბავშვებმა რაღაცა თამაშით გააკეთონ. ბევრი რამის მოფიქრება შეიძლება და ბევრი აკეთებს კიდეც რაღაც ის მართლა საზეიმო ისეთ განწყობას და მე გავიხსენებ უბრალოდ ჩემს პირველ მასწავლებელზე რომელიც სხვა შორის აი არ იყო ასეთი მიუხედავად აი მაშინდელი დროისა რა ჩვენ რომ რაღაც მაშინ სავალდებულო ხო იყო ესე იმები და ასეთი რამე გაგვაკეთებინა საახალწლოდ და რაღაცები მოიტანეთ ბავშვებო პურმარილიო რა ჩვენთვისო მე ლექსები მოყვეთო ვიცა აი კი არა სადმე ვინმეს ვაჩვენოთ და ახლა მახსოვს დღემდე ის რაღაც მივიტანეთ ნამცხრები რაღაც განფეტები მანდარინები ზამთრის პერიოდი იყო და მე ისიც მახსოვს კარგად რომ დაგვრჩა რაღაცები ხამდენი მანდარინი და კამფეტს ხო როგორ შევჭამდით და მე მოუკრიფეთ და დიდ პარკში ჩაალაგა და ამას რა ვუყოთო ბავშვებო და რა ვიცი ხო თქვენ წაიღეთ მას არ ვიცი არ მახსოვს რა უთხარით ესო მინადორა დეიდას ხომ არ მივცეთ ჩვენთან დამლაგებელი იყო რომლებთანაც რაღაცნაირი კონფლიქტი ქონდა ხოლმე ნუ ანაგვიანებთ რაღაც ხო გვეჩხუბებოდა ხოლმე ჩვენს თითქოს ჯინაზე პატარა ბავშვის ამბავით უიო მივცეთ ხო რას ვეტყოდით ახლა და მე დაუძახა და შემოვიდა ეს ქალბატონი ბებია ასე ვთქვათ მოხუცი და რომ მივეცდა ახლა მახსოვს ასე გვიხადა მადლობები და ხო ეს ხო იყო ეს ღონისძიება ხო აი მაგის ეგ მინდა რა იცი რა მე Facebook-ზე დავწერე ამას წინათ როდის უნდა შეიცვალოს ეს რაღაც მეთქი და ბევრს ეწყინა მაგრამ აზრობრივად ეგ მე მაგას გულისხმობდი რაღაცა როცა კეთდება ეს თუ გულიდან წამოსული და ბუნებრივი ამბავი არ არის ძალიან ბევრი ეხა ჩემი მოსწავლეები ხო გეუბნები ეხა ზოგიერთი მასწავლებელი უფრო რაღაცა აღშფოთდა და აი რატო ამბობდა ძალიანაც უხარიათ ბავშვებს და ხა ცალკეულ შემთხვევაში ვიღაცის გულში მე არ ვიცი ვიღაცას უხარია ვიღაცას არ უხარია მაგრამ მთელი წელი და მთელი რაღაცა პერიოდი რომ ბავშვებს კომუნიკაცია ერთმანეთთან ნორმალურად არ აქვს რაღაცა თემები დასალაგებელია შიგნითკენ ურთიერთობები დასალაგებელია სკოლის მიმართ სიხარული და ის არ აქვს რომ იქ მივიდეს და რაღაცა დრო გაატაროს ხო ეხლა ჩემს შვილებსაც სიმართლე რომ ვთქვა დიდათ არ უხარიათ სკოლაში სიარული რა უმცროს ცოტა მეტნაკლებად უფროს არა აქედან უნდა დაიწყო და ამას ბუნებრივად მოყვება მე აი ახლა აქედან თქვა რამდენჯერ ჩემი მოსწავლეები ადგებიან ხოლმე წავედით რა ქვია თქვა ხوار წავიდეთ მაკდონალდში მე კი ვეუბნები რა არ გიდეთ ეს მაკდონალდსი თქვა სხვაგან წადით რაღაცა პირობითად იმაში რა რომ ფასტ ფუდი არ ჭამოთ თქვა მაგრამ არა მაინც უნდათ ერთად დროის გატარება და ახერხებენ ხოლმე ეს არის ზეიმი და არა ის რომ მე რაღაცა გეგმა მაქვს 5 წლედის თუ რაღაცის გეგმა მაქვს ჩასაბარებელი მასწავლებელს და აბა მოდით ჩემო რესურსო ჩემო მოსწავლეებო თქვენ ამაში უნდა მიიღოთ მონაწილეობა ჯერ ეკითხება მე არ ვიცი მასწავლებელი ეკითხება მოსწავლეს მას აქვს სურვილი თუ არა რომ მიიღოს მონაწილეობა და თუ ბავშვი ამბობს უარს როგორ ხდება ამას კლასი და როგორ ხდება მასწავლებელი ეს ხო ძალიან საინტერესოა ჯგუფის და ინდივიდის ურთიერთმოქმედება საინტერესო რამე ასეთი პასაჟი მაქვს მე ჩემს წიგნში საბავშვო წიგნში ბოლო შემაჯამებელი ღონისძიება არის და ეს მთავარი პერსონაჟი არ მონაწილეობს რატომღაც და ეგ მინდოდა მე რომ ეს მთავარი პერსონაჟი ამ წიგნის ინარჩუნებს ამას რაღაცნაირი გოგონა არის მაგრამ ინარჩუნებს იმას რომ თუ არ უნდა არ მონაწილეობს ხო ეს და ამას აღწევს ეს პატარა მეორე კლასელი გოგონა აღწევს იმას რომ ამას ღებულობენ სხვები ისე რომ
ვთქვათ არ იყოს რაღაც ის ამოჩემების საგანი ამ შემთხვევაში. იქ კარგია რაღაც ნება, ბავშვის ნება. კი, ასე უნდა იყოს რასაკვირველია. ხო, იმიტომ რომ ეს არის სწორედ ის უნარებით ჩვენ თუ თავიდან რა არის იცი ბავშვის გატეხვას არაფერი არ უნდა. ანუ ყველა ზრდასრული მოახერხებს რომ ნება გადატეხოს ბავშვის, მაგრამ ეს არის ადამიანის მოვალეობა ზრდასრული, ჩვენი მოვალეობა რა არის, რომ პირიქით კი არ გატეხო, თუ კი სადმე რამე გატეხილია, გაამთლიანო ბავშვში. და შენ თუ ამას ახლა სკოლაში ამითი აკეთებ, რომ შენ გეგმა მე მასწავლებლებს არ ჩათვალო რომ ვაკრიტიკებ. არც დირექტორებს ვაკრიტიკებ, არც პრინციპში იმ სისტემაში მყოფ ტიპებს. რატო იცი რომ ბუნებრივად ისე მიდის, ინერციით მიდის, წეღარო ვთქვი, ავტომატურ რეჟიმში მიდის მეთქი რა. ჩვენი ცხოვრებაც ხშირად ესეა, რომ ჩვენ ავტომატურად ვცხოვრობ და რაღაც მომენტში გამოფხიზლების წინაშე ვდგებით და ცალკეულ ვიღაცას გამოუნათებს ხოლმე. ისიც კაი შემთხვევაში. ამაზე მინდა რომ უბრალოდ თითოეულმა ადამიანმა იფიქროს, აი მასწავლებლები, შემხოდია ისეთი მასწავლებლები, რომლებიც თავის ფლანგზე როგორც შეუძლია თავის კვადრატში, აი მანევრებს ატარებს, რომ დააღწიოს ამ ამბავს თავი, მაგრამ მეტი სჭირდება ამ რაღაცას, მეტი უნდა უფრო მეტად, რომ ეს უნდა გადავაბიჯოთ ამ ამას უნდა დაანგრევა, მოკლედ ამ სისტემას. ხო, შელამაზება და კოსმეტიკური რემონტი არ შველის. კიდევ ვიმეორებ, რომ ლალი მასწავლებლების ასე ვთქვათ, გამრავლება შეიძლება კარგი იყოს, მაგრამ ამას მაინც ვერ უშველის, თუ ჩვენ არ გადავიაზრებთ მთლიანად ამ სისტემას. და გამოვა, რომ ის ლალი მასწავლებლები ფუჭად დაიხარჯებიან რაღაც მიმართულებით. როცა შეიძლება, რომ უფრო ნაყოფიერად იყოს გამოყენებული გადააზრების შემთხვევაში, მთლიანად გადააზრების შემთხვევაში. და ერთი კარგი სიტყვა თქვი კიდე გატეხვა, ბავშვის გატეხვა. ხო? და მე მინდა გავიხსენო ჩემი საყვარელი ფილმი, ჩვენ გვისაუბრია ამის შესახებ, მანანა. აი, ძველი ფილმი, ძალიან ძველი ფილმი, ჩემი აზრით ბრწყინვალე ფილმია, ის თავისი ღრმაშინა არსით, აი ბავშვის გატეხვის თვალსაზრისით. აი ის სისტემა, მთელი სინამდვილეში ეს არის სასტიკი ფილმი. და უტოლდება ამ თავისი სისასტიკით Google-ის ბუდეს, სხვა გადაფრინდა, ხო? ჯერ ბრწყინვალე ფილმი და ბრწყინვალე წიგნი. აი ჩემთვის ეს მით უმეტეს როდესაც ბავშვის წინააღმდეგ არის ეს მიმართული, უფრო სასტიკია კიდეც. როგორ გადააქციეს სისტემამ გადააქცია, ოღონდ თავის პერსონაჟები ყავდა ამას, მამიდან დაწყებული, თქვათ, მასწავლებლით დამთავრებული და თანაკლასელებით დამთავრებული. ის ხალასი გოგონა, როგორ იწყება ფილმი, ხომ გახსოვს, სიმღერით, ამ გოგოს მთელი სიმღერით, ხო, რაღაც ბედნიერებით, როგორ გადააქციეს ეს გოგონა, როგორ მთავრდება ყალბი პათეტიკით წაკითხული ლექსით. ცუდ კი არა ვერჩი იმ ლექსს. გიყვარდეს სწავლა, გულმოდგინება. გახსოვთ ეს კადრი? აი როგორ გადააქციეს, აი ამ გოგონად, გესმის? თავისი იმ ღონისძიებით, ფილმში რო არის, ხო? ჩემი აზრით სპეციალურად ხაზგასმული რეჟისორის მიერ სცენაზე რომ პირი გააღეთ, პირი ვითომ მღერით, გესმის? აი ეს მთელი სიყალბე რომ გვაჩვენოს. ფონოგრამა რა. ხო, რო აი ხას უსვამს თან ეს რეჟისორი ეს გვაჩვენოს, ჩემი აზრით რომ ეს სხვათა შორის ეს ტალღა, ეს ფონოგრამის ამბავი, რაღაცნაირად აი ხა TikTok-ს რო ვადევნებ ხოლმე პერიოდულად თქვა თვალს ან სადღაც ხო? კარგია, რაღაცა ეს არის, სახალისოა, ბატონო. ეგ არის, ანუ ტალღა მოყვება თითქოს იქიდან ბავშვობიდან მოყვება. მაგრამ ეს სხვა რამეა, ამ შემთხვევაში ფილმში სხვა მიზნით არის გამოყენებული, რომ მართლა ფონოგრამა ვის უკვირდა, მაგრამ ამის ასე ხაზგასმა ფილმში უძახის ის მაყურებელი კი არა და ორგანიზატორი ამ სცენის დადგმისთვის, რომ აი ჩვენ რომ დავინახოთ, კარგი, ხო ვიცით რომ ფონოგრამა იმ რადიოლა ამისთვის არ უნდათ, მაგრამ აი კიდევ რომ ჩაგვიჭედოს, რომ ვითომ მღერით, კარგად ააყოლეთო, აი რამხელა სიყალბეში მონაწილეობენ ბავშვები, რათა მიიღონ ის ყალბი მანანა, ის ბედნიერი ბავშვისგან მიიღონ რაღაც მანქანა, ხო? კი.
კარგი, ჩვენი შეხვედრა დასასრულს უახლოვდება და სტანდარტული შეკითხვა მაქვს ასეთი, ყველას ვეკითხები ხოლმე, მინდა რაღაცა ფორმულები დავტოვოთ, ასე ვთქვათ. როგორია ბედნიერი ბავშვი? ბედნიერი ბავშვია, რადგან ვახსენეთ აი მანანა ფილმის დასაწყისში, ხო? რომელიც აი გულით მღერის, ცეკვავს კიდეც წყინ, კარგი მონაცემებით და ამას ხელს არ უშლიან. და აი ამ თავისი ინტერესებს რაღაც მისრაფებები დავარქვათ, ხო? თავის მისრაფებებს, ბავშვის მისრაფებებს აი შემოაშენებენ ხოლმე იმ ჩვენ რაღაც განჭვრეტილ აკადემიურ მიზნებს, რომელიც მართლა გვინდა რომ თანამედროვე ახალგაზრდას ჰქონდეს. აი თუ წამყვანი ეს არის მისი მისრაფებებია, ბავშვის მისრაფებებია და დანარჩენი ასე ვთქვათ, დამხმარე, თუმცა არაუმნიშვნელო. ამ შემთხვევაში მე მგონი არის ბედნიერი ბავშვი. კი, ძალიან საინტერესოა და დასასრულს მინდა რომ ჩვენ მაყურებელს უთხრა, რომ აი ამ შენს იმას გავაგზელებ, არის ერთი ესეთი რეჟისორი კენ ლოუჩი, რომელსაც აქვს ფილმი, შესანიშნავი ფილმი კესი. და უყურეთ ამ ფილმს მშობლებმა, ეს არის პატარა ბიჭუნას ისტორია, რომელიც მაინც და მაინც ასე ვთქვათ, სანიმუშო ბავშვი ასე ვთქვათ, საზოგადოებაში არ არის, მაგრამ საოცარი ადამიანია და ყავს პატარა იმინოს მოითვიდიერებს და როგორ ცხოვრობს მასთან ერთად, აი როგორი ბედნიერია და როგორ ართმევს ამ ყველაფერს მთელი საზოგადოება. არ ვერავინ ხედავს ამ ბავშვს, ეს უჩინარი ბავშვის ამბავი, სულ მგონია ხოლმე რომ ჭიათურაშია სხვათა შორის გადაღებული ეს ფილმი, ისე გავს ძალიან იმას რა ქვია, გარემოთი რა, ის არის რა ქვია, როგორც მახსოვს ირლანდიის ეგეთ რაღაცა პროვინციული ქალაქი, მეშახტეების ქალაქი არის ისიც, სადაც არის ეს გადაღებული და მოკლედ დასასრულს მინდა რომ გაჩუქო ჩვენი წიგნი, ამ ჩვენი პოდკასტის ასე ვთქვათ სპონსორის წიგნი, ბედნიერი ბავშვი. შენს ხელში ეს წიგნი დარწმუნებული ვარ რომ კარგად გარდაისახება, იმიტომ რომ მართლა კარგი რჩევები არის ამ ტექსტში ავტორისგან, მეც ხშირად ვიყენებ ხოლმე, პრაქტიკული სავარჯიშოებია და ფაქტობრივად აი რთულ ვითარებაში როგორ მოიქცეს თქვათ პირობითად მშობელი, პირდაპირ აქვს მოცემული ეს რჩევები ამ ქალბატონს იულია ჰიპენეიდერი არის ავტორი და ამას გაჩუქებ და რა ვიცი, იმედია გამოგადგება. დიდი მადლობა წიგნისთვისაც, საინტერესო საუბრისთვისაც და დიდი წარმატება მინდა გისურვო ყველა მიმართულებით. მადლობა თქვენ კიდევ ვინც ადევნებთ თვალს ჩვენს შეხვედრებს, გთხოვთ რომ დააკომენტაროთ, გითხრათ რა თემები გინდათ რომ გავშალოთ და აუცილებლად მოვიწვევთ შესაბამის სტუმარს.